საქართველოს დადექი აქცია ამ სახელწოდებით სულ ცოტა ხანში დაიწყება. იქ იქნება წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი, რადგან საქართველოს პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები არიან აბსოლუტურად ერთ აზრზე იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის. თუმცა აუცილებლად უნდა გაისვას ხაზი იმას, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები, პოეტები, მთარგმნელები, ლიტერატორები, მსახიობები, მოკლედ ყველავისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, დემოკრატია და ქვეყნის ევროპული განვითარება. იდგება რუსთაველის გამზირზე იმის სათქმელად და იმის სადემონსტრაციოდ, რომ შესაძლებელია ქართულ ოცნებას ქვეყნის რუსეთისაკენ წაყვანა სურს, თუმცა მისიეს ზრახვები და მისიეს მიზნები რადიკალურად განსხვავდება ქართველი ხალხის ღირებულებებისაგან, ამიტომ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, მოშიმშილე ადამიანებს გამოუცხადებენ სოლიდარობას და რაც ყველაზე მთავარია, მკაფიო გზავნილს გაგზავნიან ქართული ოცნების მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ექიმები. წელიწადზე მეტია ჩვენი ყოველას უმრავლესობის ცხოვრება შეიცვალა, საპროტესტო რეჟიმში ვართ გადასულები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ვუყურებთ, როგორ გვაკარგინებენ ისტორიულ შანსს ქვეყანა, როგორ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეთ რაღაც ისეთ ცივილიზაციურ ადგილას, რომელიც გვეკუთვნის. არის რაღაცა დღეები, როდესაც შეგვიძლია ის პროტესტი, რომელიც არცად არ წასულა პირიქით, გამორიცხულია, რომ წასულიყო, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად ვშორდებით ჩვენ მიზანს და კიდევ უფრო მეტად ხვდებით, რაც მდგომარეობაში ვარდებით. აი ამ ყველაფრის საპასუხოდ დღეს ერთ-ერთი ის დღეა, როდესაც შეგვიძლია, რომ ბევრნი ვიყოთ. ეს არის დაანონსებული აქცია შვიცაადე დადექი, ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ ყველა. არ არსებობს ერთად თუ იქნებით ძალა ერთობაშია და ვერ გავტეხენ. ამაში ვარ დარწმუნებული. პროტესტის მთავარი მოთხოვნებია ქვეყნის განთავისუფლება რეჟიმიდან, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. დღეს ეს პროტესტი გრძელდება და საქართველოს რუსთაველზე შემიძლია თქვა, თუ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას, ჩვენ ასევე დავკარგავთ ახლა უკვე ჩვენ თავებსაც, სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ აღარ ვიქნებით აღარავინ, თუ ამ ხალხს, რომლებიც უკანონოდ არიან ჩაყრილები დილეგში, მივატოვებთ. ეს 200 ადამიანი, რომელიც ყოველდღე გადის საღამოობით რუსთაველზე, ხდებოდეს ბევრი დრო და დრო, რომ არ დავკარგოთ აღქმა, აქტიური აღქმა იმის, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და ჩვენ ვართ საქართველო. ეროვნული ერთობის ახალი თარიღი 29 ივნისია, დღეს საღამოს 19 საათზე რუსთაველის გამზირი კვლავ გააერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკომპრომისო ბრძოლა, როგორც ცნობილია, სცენის აწყობის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, ანუ ყველაფერი კეთდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმისთვის, რათა საღამოს სიტყვით გამომსვლელებმა მიმართონ იქ შეკრებილ ადამიანებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვან ხაზი იმას, რომ ბრძოლას აგრძელებენ. დღესვე საზოგადოებას მიმართავს სალომე ზურაბიშვილიც. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობთ.